2013 წლის 31 ივლისს ქობულეთში რესტორან ზევას მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ხულიგნული გარჩევის დროს დაკავებულებს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ-მკვლელობის მცდელობის მუხლი მოუხსნა. გიორგი გიორგაძეს და რევას ცეცხლაძეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლი დაუტოვა, რაც თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის ადვოკატს თენგიზ კახიძეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი ჰქონდა, რადგან მისი თქმით აჭარის პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ სუსტი არგუმენტები წარმოადგინა. საკითხზე აჭარის პროკურატურამ სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა. მოლოდინი მქონდა, მაგრამ დღეს მართლა გადააჭარბა მოლოდინის. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ქალბატონ თამარს ასეთი სამართლიანი განაჩენის გამოტანისათვის. სასამართლომ მიიღო მართლაც სამართლიანი გადაწყვეტილება და ჩემს ბრალდებულს მიესაჯა მხოლოდ ხულიგნობის ნაწილში თავისუფლება აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც შეეხება განზრახ-მკვლელობის მცდელობის ნაწილში, მის მიმართ იქნა მიღებული გამამართლებელი განაჩენი, რაც იშვიათი მოვლენაა დღევანდელ სასამართლო ცხოვრებაში. პროკურატურას რო ჰქონდა სუსტი არგუმენტები და არა პირდაპირ მტკიცებულებები დამადასტურებელი გიორგაძის ბრალისა, ამიტომაც იქნა მიღებული გამამართლებელი განაჩენი.